ნაგვის ბუნკერში იქექება მოხუცი ბებო და რას ეძებს იქ? ოქროს, ბრილიანტს? არა. პურის ლუკმას ეძებს, რომ შიმშილისგან გული არ წაუვიდეს. დღეს მიუსაფარმა ზაღმა მიასრო ბუნკერთან მისვლა, ამიტომ გულნარა ბებომ შიერი დაიძინებს. მსოფლიოს არც ერთ ლექსიკონში არ მოიძებნება შესაბამისი სიტყვები, რომელიც მოხუცის იმ ტკივილს გადმოსცემს, რასაც ამ კადრებში ხედავთ. ეს არ არის ტირილი მხოლოდ სრემრებით, ეს არის სულის ტკივილი, უსასრულო ტკივილი. გულნარა ბებო უკვე მრავალი წელია ქალაქ გორში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინ წვიმაში, ქარში, ყინვასა და გაუსაძლის სიცხეში ტაძარში შესულ ადამიანებს მოწყალებას დღის ბოლოს კი კაპიკებს ითვლის პურის და იაფფასიანი ძეხვის საყიდლად. მოწყალების მისაღებად გაწვდილი დამჭკნარი ხელი, შელახული თავმოყარეობა და უსასრულო უიმედობა. ხურცის ღვეზელი 4 ლარი ღირს, ბებოს კი მხოლოდ 3 ლარი აქვს, ამიტომ ხურციან ღვეზელს დღესაც ვერ იყიდის. ისი ავიღე თავზე ხელი აიქა გელეხებში დავდივარ და სვის ნაჭამ საჭმელებს თევზებიდან ავკერებ ავიკარს კი მეჭმენია დამლაგები რო არ მიჭიდეს სვის ნაჭამ თევზების საჭმელს ავიღებ. საბრალო მოხუც მთელ სხეულზე გამონაყარი აქვს, რომელიც ისე ეწვის და ეკავება, რომ სიმწრისგან ხორცებს იგრირს, მაგრამ მალამო მისთვის აუხდენელი ოცნებაა. აფთიაქში შესვლასაც კი ვერ ბედავს. ერთადერთი ადგილი, სადაც გულნარა ბებო თამამად ბედავს შესვლას, ეს უფლის სახლია. იცის, რომ იქიდან არავინ გამოაგდებს ისე როგორც მაღაზიიდან, სადაც ნისია დიდხოვა პური და არ მისცეს. მოხუცი მდუმარედ ლოცულობდა, მაგრამ სიტყვები სულაც არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, თუ რას თხოვდა უფალს. გგონიათ ბევრ ამას ითხოვდა? არა. ქუჩის ზაღლივით რომ არ ამოხდეს სული, მხოლოდ ამას ითხოვდა. მოხუცის ერთადერთი იმედი ტაძრის მსახურნი არიან. სასულიერო პირები შეძლების და გვარად ყოველთვის ცდილობენ გულნარას დახმარებას. ცაცეცხლის ფრა დაელვარდა. გრძნობდი, რომ უფალი ამ დროს ძალიან ახლოს იყო ჩვენთან, ადამიანებთან, ჩვენ კი ვერ ვამჩნევდით მას. მერე კი უცებ ჩამოფნელდა, დუმილმა დაისადგურა ქალაქში, დუმილი, რომელიც ხმამაღლა ყვიროდა. ეს იყო სულის ტკივილი, ის ტკივილი, რომელსაც ჰორიზონტი არ უჩანდა. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.